საერთაშია მთავარი ცხრაზე ბაატა იაკობაშვილთან და დედო ჯოჯოესთან ერთად. მთავარი არხის გუნდი წარმოგიდგენთ. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ოფიციალურად დაასანქცირეს. ვინ მოხვდა სიაში და გავრცელდება თუ არა ეს სანქციები თავად ოლიგარქზე. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესება ოლიგარქისთვის მკაფიო სიგნალია. შესაძლებელია სანქციები ივანიშვილზეც გავრცელდეს. ეს არ არის ჩემი აზრით პირველი შეცდომა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირებმა დაუშვეს საქართველოსთან ურთიერთობაში. სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი დეტალები ვაკის პარკის შადრევის საქმეში. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ძიმე შემოდგომა ივანიშვილის გარემოცვისთვის მუქარა რეალობად იქცა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ოფიციალურად არიან დასანქცირებული. ოლიგარქის ძმა და მისი მეუღლე დეიდაშვილი და მისი შვილი ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორები უკრაინაში ეკონომიკურ საქმიანობას ვეღარ განახორციელებენ. მათ გაეყინებათ კაპიტალი და შესაძლოა ჩამოერთვათ ქონება და ოფიციალური კიევის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დასაწყისია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უკრაინის კვალდაკვალ სანქციებს ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც აწესებენ. სანქცირებულ პირებს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ უნდათ. ისინი ან არ პასუხობენ მთავარ არხს, ან ამბობენ, რომ არაფერი იციან სანქციების შესახებ. რადიკალურად განსხვავებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის პოზიცია. ქართული ოცნების ლიდერები სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე რიგში ჩადგნენ და საკუთარი პატრონის დაცვას და კიევის გაკრიტიკებას ცდილობდნენ. ჩვენი ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. დეა, რეალურად რა სანქციები უწესდება ოლიგარქის გარემოცვას და როგორია ქართული ოცნების რეაქცია? საუბარია იმ შეზღუდვებზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილებას დასანქცირებული პირები და ასევე სავაჭრო საქმიანობის წარმოებას უბრალოდ ვერ შეძლებენ. ანუ ის დოკუმენტი, ის ბრძანება, რომელსაც ხელი მოაწერა ვოლოდიმირ ზელენსკი, ჯერჯერობით მოქმედებს მხოლოდ უკრაინის საზღვრებს შიგნით. თუმცა ეს სურათი რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს ძალიან მალე, ეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გაიზიარებს ამერიკა და ევროპა. და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პარტნიორები ხშირად ეყრდნობიან იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს უკრაინის ხელისუფლება და შესაძლოა მოვლენათა განვითარების სწორედ ეს სცენარი ვიხილოთ ახლაც, რაც დამატებითი წნეხი იქნება ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისთვის, რომელიც პრინციპში მათ ისედაც აქვთ ახლა. რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებებს, დღეს ნამდვილად გაბრაზდა ხელისუფლება და ახალი მასშტაბი შეიძინა ბიძინა ივანიშვილის დაცვის სპეცოპერაციამ, ვინაიდან იქამდე ვიდრე ოლიგარქის გარემოცვა და თავად ოლიგარქი დუმს არაფერს ამბობენ, კომენტარს არ აკეთებენ. სანქციებთან მიმართებაში მმართველი გუნდის დეპუტაცია დღეს მთელი დღის განმავლობაში იკავებდა საპარლამენტო ტრიბუნას და ნებისმიერი ძალით ცდილობდნენ ისინი ბიძინა ივანიშვილის დაცვას. ტრადიციულად მიყვებოდნენ ომის რიტორიკას და პარალელურად ამბობდნენ, რომ ეს არის შანტაჟი და ზეწოლა და ბიძინა ივანიშვილი არ დაბრუნდება პოლიტიკაში. ერთი რამ არის ძალიან აშკარა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება იქამდე, ვიდრე თავად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება სანქციები და ამ შიშს ძალიან მძაფრად გრძნობენ ახლა სახელისუფლო გუნდში. ივანიშვილის ოჯახის 4 წევრი სანქცირებულია. რიგით მეხუთე ქართველი, მაგრამ რუსეთში მოღვაწე და ფესვგადგმული ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. სანქცირებულია ალექსანდრე ივანიშვილი, ოლიგარქის ძმა. შეზღუდვები ამოქმედდა მის მეუღლეზე, ქეთევან ხარაიძეზეც. მიზეზი მარტივია. ხარაიძის სახელზე მეუღლის ქონება, რომელიც რუსეთში დააგროვა, გადაფორმებულია. ამიტომ დოკუმენტებში ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად მისი ცოლის გვარიც აქტიურად იძებნება. ბატონი ბიძინას ძმას დავურეკეთ. ისევ დუმილით შეხვდა. მოგვისმინა, მაგრამ არაფერი გვიპასუხა. ბატონო ალექსანდრე, სალამი. უკრაინამ შეგიყვანათ სანქცირებულთა სიაში. ბატონო ალექსანდრე, ეს სია გადაეგზავნება ახლა ევროკავშირს და ამერიკას. სანქცირებულია უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილის რჩეული დეიდაშვილი და მარჯვენა ხელი. მას რუსეთშიც და საქართველოშიც არაფორმალური გავლენები საკმარისად დაუგროვდა. დაგროვდა მტკიცებულებებიც, რომ პუტინის ქვეყანასთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს და არა მარტო. მამის გზას დაადგა ტატე მამაცაშვილი. ოჯახურ კაპიტალს ისიც განაგებს და ბიზნეს პარტნიორობასაც არ ერიდება რუსეთთან. ამიტომ უჩა მამაცაშვილის გვერდით სანქცირებულთა სიაში მისი შვილის სახელიცაა. თავად უჩა გამქრალია. მის სათქმელს ადვოკატი ამბობს, თუმცა უფლებადამცველი ირწმუნება, რომ უკრაინის გადაწყვეტილება პოლიტიკური სპეკულაციაა. ეს არის სამწუხარო, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, ამ შემთხვევაში მეც ვერაფერს ვერ დავაკვირდ, იმიტომ რომ რადგან ამ ბრძანების უკან არსებობს აი მტკიცებულება დოკუმენტი, რომელიც თქვა საფუძვლად დაედო ესეთ ბრძანებულებას, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.
Sankcირებულთა სიაშია დავით იაკობაშვილი, როსნეფტის პარტნიორი საქართველოში, მილიარდერი იაკობაშვილი. მის საქმიანობაზე ყველაზე მეც როსნეფტთან, ანუ რუსეთის სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობა ამბობს. დავურეკეთ, გვიპასუხა, მაგრამ სიახლის შესახებ როგორც ჩანს ჩვენგან გაიგო. ეხმარება თუ არა რუსეთს პასუხს არ გვცემს. არ გამიგია, ჯერ ნახავდა მე როგორც. საერთაშორისო სანქციების გავრცელებას თქვენზე გამორიცხავთ? ნახოთ, არ ვიცი, ნახავდა მე როგორც. რუსეთს ეხმარებით? რუსეთთან გააქვთ ჭიდრო გითხარით ერთხელ ნახავ ეს თქვენი ნათქვამია ჯერ ნახავ და მე გეტყვით. დაპირების მიუხედავად იაკობაშვილი არ გამოჩენილა. ალბათ უკვე იცის იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებიც მასზე გავრცელდა, მაგრამ არაფრის თქმა სურს. ფაქტია, უკრაინულმა მხარემ მოქმედების ახალი და გაცილებით უფრო მძლავრი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპის მნიშვნელოვანი საწყისი კი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაა. ეს გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. ხელი ოფიციალურ ბრძანებას მან გუშინ 19 ოქტომბერს მოაწერა. უკრაინული მხარე მუშაობას ისევ განაგრძობს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ სია გაფართოვდება. მომდევნო მასში დიდი ალბათობით თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება. საქართველოს ხელისუფლება და არაფორმალური მმართველი ახლა მეგობრების ღალატისთვის ისჯება. ასეთია უკრაინული მხარის პოზიცია. В этот список попала и семья Бедзины Иванишвили. უკრაინა სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს და ოლიგარქებს, რომლებიც პუტინის საფულეს წარმოადგენენ. ძარცვავენ რუსეთს და ამ ფულით ომს აფინანსებენ. სანქცირებულთა სიაში საქართველოს ფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები მოხვდნენ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ბიძინა ივანიშვილს 8 თვე ჰქონდა იმისთვის, რომ ამ ომში სწორ მხარეს დამდგარიყო. მან ეს ვერ გააკეთა და თავისუფალი სამყაროს მხარეს არ დადგა. ამის ნათელი მაგალითია ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციის ქმედება, როდესაც მათ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცეს. რეზოლუციაში იყო ერთი პუნქტი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის დაფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებდა. ამ დელეგაციაში ქართული ოცნების წევრები შედიოდნენ. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მმართველი ძალის პოზიციას. Скажем так, бежавшие наши некоторые политики и олигархи. ჯგუფი, რომელმაც სანქციები შეიმუშავა, საერთაშორისო ჯგუფს წარმოადგენს. ამ ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკან დიდი ხნის გამოძიება დგას. ჯგუფის წევრები დეტალურად სწავლობენ დოკუმენტებს, კავშირებს და ფინანსურ ტრანზაქციებს. თუ მტკიცებულება არ არსებობს, სანქცირებულთა სიაში ვერავინ მოხვდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება დეტალურად შესწავლილი ფაქტების შედეგია. გავლენიანი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესება რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, რადგან დიდი გავლენები აქვთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს დროის საკითხია. არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ნებისმიერ კონტაქტებს იპოვიან, რასაც შესაბამისი ქმედებები მოყვება. გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი უკრაინული მხარისთვის იმის დადგენა იყო, ვინ რასახის დახმარებას უწევდა ან უწევს აგრესორ რუსეთს, ვინ დადგა უკრაინის საწინააღმდეგო მხარეს. დადგენის შემდეგ მორიგი ეტაპი მათზე შეზღუდვების ამოქმედება იყო. ასეც მოხდა. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას უკრაინის ტერიტორიაზე შეზღუდა ფინანსებზე წვდომა. აიკრძალა კომერცია და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა. ეს კი მხოლოდ დასაწყისია. უკრაინის შემდეგ ჯერი ევროპასა და ამერიკაზეა. არის ერთი ბარიერი ქართული სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე და მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზელენსკისთვის. ის უკვე არის თავიდან ბოლომდე საქმის კურსში, რომ ივანიშვილის ოჯახი, რომელმაც მიიტაცა ქართული სახელმწიფო, არის ჩართული დასავლური სანქციებისთვის გვერდით ავლის პროცესში. პროცესი მიდიოდა აქეთკენ, სამწუხაროა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია და ქართულმა ოცნებამ, ეს არ არის პროდასავლური პოლიტიკა, ეს არ არის ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმართული პოლიტიკა, ეს არის რუსული პოლიტიკის გატარება საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში დამთავრდება ესეთი შედეგით. იცით თქვენი ევტუშენკოვის კონკრეტული საუბარი ივანიშვილთან და ასეთ საუბრები დარწმუნებული ვარ, უამრავი იქნება. მათ მოუწევთ პირდაპირ პასუხისგება ამ ყველაფერზე. ვინც დღეს ახლა გამოვა და იტყვის ქართული ოცნებიდან, რომ სანქციებს იმიტომ უწესებენ, რომ ომი არ დაიწყო. ეს არის საინფორმაციო დივერსია, პირდაპირ ვთქვათ, ადამიანების დემორალიზების მცდელობა. ოცნება გაბრაზებულია. უკრაინას ივანიშვილის ხელშეუხებლობის დარღვევასა და ოლიგარქის გარემოცვის შესუსტებას არ პატიობს. საპარლამენტო ტრიბუნა დღეს ერთმანეთის მიყოლებით დაიკავეს ლიდერებმა და მეგობარი უკრაინა დაგმეს. პოლიტიკური იდეოლოგი ივანიშვილი კი აქეს. გაიმეორეს ისიც, რომ ქვეყანას არავის აარევინებენ და ომი არ იქნება. პროპაგანდის მთავარი ხაზი ხელისუფლებას ისევ არ შეუცვლია.
თქვენ იცით ამას რა რიტორიკა უძღვოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ შანტაჟით ჩაეტრიონ ქვეყანა ომში და გახსნა აქ მეორე ფრონტი. როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ მცდელობა იყო რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით იძულებინათ ის დაბრუნებული იყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში. ნუ ეხლა პირდაპირ ღია მცდელობა, რაც იყო გულისებს მიღმა, ის გამოიტანებს უკვე გულისებიდან გარეთ. ის ხალხია ისევ ამ გადაწყვეტილებების შემოქმედი, ვინც ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ნუ რაკი ეს ვერ მიაღწიეს ამ მიზანს, ამ გზით ესე პირდაპირ მოთხოვნების წარმოდგენით, ახლა როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა და ამის რა ვიცი, ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ დაადგებიან იმ გზას, როდესაც მაგალითად აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ, ან არ ვიცი, კიდე რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რას აპირებს შტატები? როგორი იქნება ამერიკის გადაწყვეტილება და აღმოჩნდება თუ არა ამერიკული სანქციების ქვეშ თავად ოლიგარქი ივანიშვილი? ელჩი კონკრეტულ პასუხს ერიდება, მაგრამ ამბობს, რომ შტატების ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მკაფიო და საჯარო. ეს შეკითხვა ალბათ უფრო განკუთვნილია პრეზიდენტ ზელენსკისთვის. როგორც ადრე არაერთხელ მithქვამს, შეერთებული შტატები არასდროს აკეთებს ანონს სანქციების შესახებ. როდესაც ჩვენ ვინმეს ვუწესებთ სანქციებს, ამას საჯაროდ ვაცხადებთ და ვაქვეყნებთ ვებგვერდზე. სანქციები ამოქმედებულია. თვეების ანონსის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია. სანქციების ჯგუფს ამერიკელი ექსპერტი ხელმძღვანელობს, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დროის საკითხია, როდის გაიზიარებს ამერიკა და ევროპა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას. დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები მათ, ვინც უკრაინულმა მხარემ გააშავა. 9 ბრალდებული სასამართლოს სხდომათა დარბაზში ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე და დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. ცნობილია, რომ პროკურატურა სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობით წარდგა, რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი ბრალს არ აღიარებენ და სწორედ სასამართლო პროცესზე დაარღვევენ დუმილს. როგორ მიმდინარეობს პროცესი და რა განცხადებები გაკეთდა დარბაზში? ქეთა ციცქიშვილი გვიერთდება საქალაქო სასამართლოდან ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში. თიკოს ხდომა 1 საათის დაგვიანებით დასრულდა და შესაბამისად ამ დროისთვის მხოლოდ პროკურატურამ მოასწრო, რომ ასე ვთქვათ სასამართლოსთვის გაეცნო ბრალის დადგენილება და ასევე შუამდგომლობა დაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, რომ ითხოვენ 9 პირის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობაში დატოვებას და სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს ბრალდებულების ადვოკატებმა საკუთარი სიტყვის თქმა და შუამდგომლობების დაყენება. შესაბამისად ჩვენ მოვისმინეთ პროკურატურისგან, რასაც ისინი უკვე 2 დღე ამტკიცებენ ბრალის დადგენილებას ლების მიხედვით 9 პირიდან 2-ს ბრალად ედება სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის ცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ასევე ყალბი დოკუმენტების დამზადება და გასაღება. დანაგვირჩენ 6 მხოლოდ სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ შემთხვევაში მაყურებელს შევახსენებ, რომ ბრალდებულები არიან Green Service Plus-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, ასევე თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიგა ვახტანგაშვილი, ასევე ექსპერტები, რომლებმაც დასკვნა დადეს სამუშაოებთან დაკავშირებით, ის შემდგებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონკრეტულ სამუშაოებში ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სანამ პროცესი დაიწყებოდა, ჩვენ ვესაუბრეთ ბრალდებულების, რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატს, არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და ამბობენ, რომ სასამართლო პროცესზე, ასე ვთქვათ, ადვოკატების მეშვეობით დააფიქსირებენ ისინი პოზიციას, ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, თავად ბრალდებულები დღეს პროცესზე იწვიან თუ არა რამეს. პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ მიმართ აუცილებლად დაპატიმრებას მოითხოვდა 9 პირის მიმართ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინდივიდუალური მიდგომა არ აქვს პროკურატურას თითეული ბრალდებულის მიმართ და მას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ესე მოხდებოდა დაპატიმრებას მოითხოვდა. მაგრამ ფურცხვანიძის შემთხვევაში არც ერთი წინაპირობა არ არსებობს იმისათვის, რომ ზოგადად აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. ფურცხვანიძეს ედავებიან უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაშინ როდესაც უფლებამოსილებასთან დაკავშირებული არც ერთი ქაღალდი საქმეში და სასამართლოში წარმოდგენილი არ არის. ჩვენ არ დავითანხმებით შუამდგომლობას და მოვითხოთ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების აქს გამოყენება. მათ შორის გირავს, ჩემი სამივე დაცვის ქვეშ ყოფი თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან აქტიურად და მზად არიან, რომ გააგრძელონ აღნიშნული თანამშრომლობა იმისთვის, რათა დადგინდეს სიმართლე. დასკვნის შინაარსი ამ ჩანაწერით იქნება თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერით
მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობას. ესია მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული, ესია თავად ამ დასკვნაში. რაც შეეხება იმას, რომ პროექტში არ იყო და შემდეგ საბოლოო დასკვნაში ეს ჩანაწერი გაჩნდა, ჯერ ერთი ეს არის სამუშაო პროცესი და ნებისმიერი ექსპერტიზის დადგენისას და დამკვეთი და შემსრულებელი ერთმანეთთან ათანხმებს, ბუნებრივია შეესაბამება თუ არა დამკვეთის ინტერესებს კონკრეტული დასკვნა, მთავარია კანონმდებლობის მიღმა არ იყოს ეს დასკვნა. ცხრავე ბრალდებულის მიმართ, შემდგომლობით მიმართ სასამართლოს საკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით ბრალდებულებს სინანულის გზნობას კი არ გააჩნიათ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ საქმეში გვაქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ მათი გულგრილობით მოხდა ეს დანაშაული, რაც შეეხება სიყალბეს, არ ეწერა მნიშვნელოვანი კომპონენტი, კერძოდ ის, რომ სამუშაოები შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებსა და წესებს, ხოლო მეორე დასკვნაში, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში ხელახლა ხელმოწერილი იქნა და გაგზავნილი იქნა, გაჩნდა ეს ჩანაწერი, შესაბამისად ეს დოკუმენტი არის ყალბი და ამდენად ჩვენ ბრალდებულებს ვედავებით ამ ნაწილში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ყველანაირი მტკიცებულება აქვთ ამ 9 პირის მიმართ, რომ მათ მიმართ დადგეს გამომტყუნებელი განაჩენი, საპირისპიროს ამტკიცებენ მათი უფლებადამცველები, რომლებიც გაეცნენ საქმის მასალებს და ამბობენ, რომ მსგავსი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მაგალითად, ექსპერტების ნაწილში ამ ექსპერტებს საერთოდ არ ევალებოდათ, რომ სადენი მოწყობილობები და გაყვანილობები შეემოწმებინათ და ისინი მხოლოდ გარე სამუშაოების და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტირებას ახდენდნენ. ნახოთ რა სიტყვიან ამ სასამართლო პროცესზე უკვე ადვოკატები. მე მაყურებელს ვეთქვი, რომ დღეს შინაარსობრივი განხილვა არ არის, დღეს უბრალოდ მსჯელობენ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და პროკურატურა უთითებს 9 პირთან მიმართებაში, რომ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის, ანუ არსებული მტკიცებულებების გაყალბების ვარაუდი და სწორედ ამიტომ ითხოვს მათ პატიმრობაში მყოფნას, თუმცა სრულიად სხვა პოზიცია აქვთ ადვოკატებს და ისინი გირაოსაც კი არ ითხოვენ დღეს პროცესზე, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო დარბაზიდანვე გირაოს გარეშე, აღკვეთის გარეშე უნდა დატოვოს ის 9 პირი, რომელიც დღეს ბრალდებული სკამზე ზის. გვიანობამდე გაგრძელდება სავარაუდო დღეს სასამართლო პროცესი და ალბათ 2 საათში ან მაქსიმუმ 3 საათში გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ქეთა, გმადლობთ. ეს იყო ქეთა ციცქიშვილი, რომელიც საქალაქო სასამართლოდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რუსეთთან სავაჭრო პარტნიორობის მოცულობა სულ უფრო იზრდება. საწვავი და პირველადი მოხმარების პროდუქტების უდიდესი უმრავლესობა საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოდის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოცემულ მომენტში ეს პარტნიორობა ეკონომიკურად სასარგებლოა, მაგრამ ექსპერტები განგაშს აცხადებენ. ეკონომისტები თანხმდებიან, რომ არავითარი პარტნიორობა რუსეთთან არ არსებობს და კრემლი, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია, მომავალში აუცილებლად გამოიყენებს საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას, როგორც პოლიტიკური შანტაჟის სიარახს. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა იანვრიდან დღემდე 50%-ით გაიზარდა. საქართველო დღითი დღე სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ჩვენი ქვეყანა ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტებით არის მიბმული, როგორიცაა ხორბალი, საწვავი და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტი. მაგალითად, საწვავის სრული მოცულობის ნახევარს სწორედ რუსეთში ვყიდულობთ. ოკუპანტმა ქვეყანამ ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ბიზნესი, რომელზეც ჩვენ ამ წუთში საუბრობთ და ეს მთლიანად ეს სექტორი ქვეყნის დავარქვათ პირდაპირ თავის სახელი. ეს არის ქვეყნის ეკონომიური, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ბურჯი. ბიზნესი და პოლიტიკა ერთად ვერ სხვა შემთხვევაში ამას უკვე გარღვევა ქვია და ცუდია ესა. ისეც ნუ გამოგვივა, მშიერი კაცი რო პროდუქტს ნახავს და რაღაცა არ მოწონს რა მშიერი კაცი. ჩვენ სიტუაციაში არაფერი არ აგვაქვს დასაწუნებელი. ევროხარისხია არის. იაფია, ტონა $100 იაფია. ამაზე ვარც ვერ ვიტყვით. გაიზარდა მარცვლეულის იმპორტით. საქართველოს ხორბლის 80%-ს ასევე რუსეთში ყიდულობს. გასულ წელს ფქვილის იმპორტით სრულად რუსეთიდან ხდებოდა. აგროსექტორის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი საქართველოსთვის არასტაბილური და საშიში პარტნიორია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტს ეხება. შიშობენ, რომ რუსეთს სურვილის შემთხვევაში მარტივად შეეძლება დაგტოვოს პურის, გაზის, ელექტროენერგიისა და საწვავის გარეშე.
ადგილობრივად თითქმის 80% ქვეყნის მოხმარების ყოველთვიური მოხმარება მამხმედველობაში ფქვილის შემოდიოდა უკვე რუსეთიდან. თავისთავად ცხადია, ამის საწინააღმდეგოდ არგუმენტებს ვისმენდით ჩვენ ძალიან ხშირად იმას, რომ ეხა იაფია სამაგიეროდ, უზრუნველყოფილია, ახლოს არის ასე შემდეგ. როდის რა იქნება ეხა და რუსეთის ფედერაციას როდის რა გადაუტრიალდება თავში ეხა მაგაზე პროგნოზის გაკეთება დედამიწაზე ვინმეს თუ შეუძლია, ძალიან გამიხარდება მოსმენასაც საინტერესო იქნება და ამიტომ ცალსახად ვერაფერს ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ რუსეთზე, ვერაზროს ვერ ვისაუბრებთ სტაბილურობაზე და ვერაზროს ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რამე გარანტიები შეიძლება არსებობდეს ამ სიტუაციაში. ჯამში რუსეთიდან იმპორტი ზუსტად 73%-ით არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები და ქართული ოცნების ოპონენტები მუდმივად აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის არასტაბილურია და საჭიროა მაქსიმალურად შემცირდეს ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება, ქართული ოცნება მოქმედებს პირიქით და სულ უფრო დამოკიდებულს ხვდის რუსეთზე. ეკონომისტები ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ რუსეთის ბაზარზე ამ დოზით დამოკიდებულებამ სამომავლოდ შესაძლოა ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგები მოიტანოს. საქართველოს თავარი სავაჭრო პარტნიორი დღეს არის რუსეთი, რაც არის სამწუხარო და საგანგაშო ფაქტი და რომელსაც ყავს პასუხისგებელი და დამნაშავე პირები. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმი, ბიძინა ევანიშვილი და მისი მარიონეტები ირაკლი ღარიბაშვილის და მთლიანი საქართველოს მთავრობის შემადგენლობით. ეს არის მტერთან ღია თანამშრომლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ სტატისტიკური მაჩვენებლების სახით. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ საქართველო იმდენად არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული, რომ მასზე უარის თქმით რუსეთზე მეტად საქართველო დაზარალდება. მერწმუნედ რუსეთს ერთი გრამითაც ვერ დავაზიანებთ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით, მაგრამ თუ შეწყდება სავაჭრო ურთიერთობების რუსეთის ფედერაციასთან, ეს სერიოზულად დააზიანებს 10,000-ობით საქართველოს მოქალაქის ინტერესებს. თუმცა ეკონომისტები და ოცნების ოპონენტები სწორედ ამაში ხედავენ ოცნების დანაშაულს და სვამენ კითხვას, რატომ გახადა ხელისუფლებამ ქვეყანა ამდენად დამოკიდებული ოკუპანტი ქვეყნის ბაზარზე. მორალური თვალსაზრისით კატასტროფულ მდგომარეობაში გვაყენებს, მაგრამ ჯერ ერთი ეკონომიკური თვალსაზრისით გრძელვადაში აბსოლუტურად არ ამსახურება ჩვენ ნაციონალურ ინტერესებს და სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ არის რომ დამოკიდებულების ხარისხი არ უნდა იყოს მაღალი, იმიტომ რომ როგორც კი დამოკიდებულების ხარისხი მაღალია, რუსეთს ეძლევა ბერკეტი, მერე გამოიყენოს ეს იმ შემთხვევაში, როცა მას დაჭირდება. ეხლა არა, იმიტომ რომ ეხლა არ ჭირდება, იმიტომ რომ ეხლა მიაჩნია, რომ მისთვის მეგობრული ხელისუფლება აქვს და ეხლა რატო უნდა ასე თქვა შეუქმნას პრობლემები ივანიშვილს და მის მთავრობას. საწოვისა და ხორბლის იმპორტის გარდა გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტიც. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვებიც. რუსეთში ვყიდულობთ პროდუქტს და ოკუპანტ ქვეყანას მილიარდებს ვუხდით. ამ ფულით კი რუსეთი უკრაინაში სისხლისღვრას აფინანსებს. ევროკავშირის ახალი სანქციები და ახალი სამის ნეოპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის მომარაგების გამო ირანს საერთაშორისო შეზღუდვები უწესდება. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში მიიღეს. კრემლის განცხადებების მიუხედავად სწორედ მკვლელი დრონებით განაგზობს საოკუპაციო არმიას შეტევებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე. პარალელურად ინტენსიურად იბომბება უკრაინელი სამხედროების მიერ დეოკუპირებული ტერიტორიები. აგრესორი ქვეყანა ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს იმ დასახლებებს, საიდანაც უკვე განდევნეს. ნინო გაზდელიანი აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ბოლო ინფორმაციით გვერდდება. პირდაპირ ეთერში ნინო, რა სანქციები დაუწესა ევროკავშირმა ირანს და რა ხდება უკრაინაში, სადაც დღეს ისევ ისმოდა საჰაერო განგაშის ხმა. სანქციები გულისხმობს კონკრეტული პირებისათვის ანგარიშების გაყინვას იმისათვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ დრონების მიწოდება. უკრაინის შეერღებული ძალები კი ცდილობენ წინ წაიწიონ ნიკოლაევის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ხერსონის ოლქის ჩრდილოეთის მიმართულებით, ანალოგიური ვითარება დონეცკის ჩრდილოეთით გათავისუფლებულ ლიმანში. ასევე მიმდინარეობს ბრძოლები ხარკოვის აღმოსავლეთიდან ოკუპანტების განსადევნად. ამ დროისათვის ხარკოვში 544 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, თუმცა 32 ჯერ ისევ ოკუპირებული რჩება. რუსეთ-უკრაინის ომზე დღეს ტელეკომპანია ABC-სთან ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი ამ დრომდე არ იჩენს ინტერესს ომი დიპლომატიურად დასრულდეს. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ ომში შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას იმისათვის, რომ მან შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისი ტერიტორიები.
ჩვენი მიზანი მარტივია, ეს არის უკრაინელების გვერდში დგომა, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. და გარდა ამისა, მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. თუ კი ასეთი რამ ოდესმე გამოვა, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად თქვა, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი დიპლომატიური გზით უნდა დამთავრდეს. ამავე დროს, რაც აქამდე ვნახეთ, პუტინის მხრიდან დიპლომატიის რაიმე მნიშვნელოვანი ინტერესს ვერ ვხედავთ. ძნელია საკუთარი თავის ცხვის გონებაში მოქცევა. ვფიქრობ, რომ ის რაციონალური ადამიანია. მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ის იღებს, ან უკეთ რომ ვთქვათ, მისი მიზნები რაციონალური არ არის. დღეს დილით რუსულმა არმიამ ნიკოლაევი დაბომბა S-300 ტიპის რაკეტებით, ანალოგიური რაკეტები გამოიყენეს ასევე ზაპოროჟიეში. ხერსონი რჩება ერთ-ერთ ცხელ წერტილად, უკრაინის შეერაღებული ძალები ოლქში მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ რუსულმა არმიამ შესაძლოა მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანოს იერიში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა მათ მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ჰიდროელექტროსადგური დაბომბოს, რუსული მხარე შეეცდება ამით ენერგოობიექტის აფეთქება უკრაინის შეერაღებულ ძალებს გადააბრალოს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციითვე, კაშხლის დანგრევით რუსული სარდლობა შეეცდება გადაფაროს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკან დახევა და ასევე შეეცდება აღკვეთოს ან შეანელოს უკრაინის ჯარების წინსვლა. რუსეთი ისევ აქტიურად იყენებს ირანულ დრონებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დასახლებების დასაბომბად და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უკრაინამ ბოლო დღეებში 200-ზე მეტი ასეთი დრონი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ბოლო დღეების განმავლობაში 233 ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი შაჰედი ჩამოაგდო. ეფექტურად უმოქმედებთ ყველა მიმართულებით. ამასთან მტერი ინტენსიურად ცდილობს ჩვენი ინფრასტრუქტურული და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების განადგურებას. უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ ამ არაადეკვატურების წინააღმდეგ. რუსეთი 6 თვე არ აღიარებდა, რომ უკრაინაში ომია. თავის მოქალაქეებსაც ჯდიდა, ვინც სიტყვა ომს ახსენებდა. ახლა კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა თავად გამოაცხადეს. რა უნდა ვთქვათ, არ ვიცი. ჩეკისტები ისტერიკაში არიან. უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის დამარცხების მოახლოებასთან ერთად ეს ისტერიკა კიდევ უფრო გაიზრდება. რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურად ბომბავენ იმ დასახლებებს, საიდანაც ისინი გამდევნეთ. პანიკაში არიან და ქაოტურად ისვრიან. ცდილობენ ჩვენი შეტევები შეაჩერონ. სტელმახივკას ამ წუთებშიც ბომბავენ. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა განადგურებულია. დანაღმულია სვატოვო და კრიმონოვო. ცდილობენ როგორღაც შეაჩერონ ჩვენი კონტრშეტევების ტემპი. დანაღმულია ყველა ხიდი და ცენტრალური გზა. გაქცევის დროს აფეთქებენ პატარა ხიდებს. სულ დღეში არიან კოლაბორანტები. მტერი მათ ოლქიდან გაქცევის საშუალებას არ აძლევს და აიძულებს მათ სასარგებლოდ მუშაობა გააგრძელონ. ჩვენი არმიის გამარჯვება და ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია გარდაუვალია. სახელმწიფო საზღვარზე აუცილებლად გავალთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უარყოფს ირანული დრონების გამოყენებას და თავის მხრივ ირანიც მათ მიწოდებას, სწორედ რუსეთისათვის ირანული დრონების გადაცემის საპასუხოდ ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. სანქციები გავრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. ევროკავშირის ელჩებმა გადაწყვეტილება რეკორდულ ვადებში 3 დღეში მიიღეს და უკვე ცნობილია, რომ 3 ფიზიკურ პირს და 1 კომპანიას დაუწესდება სანქცია და ანგარიშები გაეყინებათ მათ, ასევე 4 კომპანიისათვის ამზადებს სანქციებს ევროკავშირი და ამ საკითხზე ისინი აქტიურად მსჯელობენ. შეერთებული შტატებიც გეგმავს სანქციები დაუწესოს ირანს და ყველა იმ პირს, ვინც რუსეთისათვის დრონების გადაცემაში მონაწილეობს. ფინეთი კი აპირებს რუსეთის საზღვართან კედელი ააშენოს. პრემიერმა ეს საკითხი უკვე შეათანხმა ქვეყნის პოლიტიკურ პარტიებთან. თანხაც გამოიყო 129 მილიონი ევროს ოდენობით. ეს პირველი ეტაპისათვის. კედლის მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება. ფინეთის პრემიერის თქმით, ეს კედელი მესაზღვრეებს ქვეყანა მობილიზაციის შემდეგ დატოვეს და ამ მიზეზით გავიდნენ ისინი ქვეყნიდან. ნინო, გმადლობთ. უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ნინო გაზდელიანი საუბრობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის საათი პარლამენტში და უპასუხო დატოვებული კითხვები. ილია დარჩიაშვილი დღეს ოპოზიციის მწვავე კრიტიკას ქართული ოცნების ტრადიციული პროპაგანდისტული განცხადებებით იგერიებდა. დარჩიაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ვერ გაბედა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად მოეხსენიებინა და ისევ ოპონენტების პოლიტიკურ წარსულზე ლაპარაკობდა. მინისტრი ვერც ოცნებიდან ფორმალურად წასულებს გაემიჯნა და მათი განცხადებული ანტიდასავლური პოზიციის დაგმობა შეძლო. ოპოზიცია კი დარჩიაშვილისგან სწორედ მკაფიო განცხადებებს მოელოდა სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირებით.
დაკავშირებით. ჩვენი ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნინო, თუ აქვს დარჩეაშვილს საკუთარი პოზიცია ევროსაბჭოს ისტორიული რეზოლუციის იგნორირებასთან დაკავშირებით? დავიწყოთ იმით, რომ მართლაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღეს ისტორიული რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭომ უკრაინასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიიღო, სადაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული და სადაც არ არის ქართული ოცნების მხარდაჭერა დაფიქსირებული. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრისგან ოპოზიცია ითხოვდა, რომ როგორც მოქალაქისგან, როგორც საქარეო საქმეთა მინისტრისგან და არა როგორც პარტიული წარმომადგენლისგან მოესმინათ პოზიცია, რას ფიქრობს თვითონ ის არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო, რასაც ილია დარჩიაშვილმა არჩია ტრადიციულად ის პასუხი გაეცა, რასაც გაასცემდა ქართული ოცნების პარტიული წარმომადგენელი, მათ თქვა ასეთი რამ, რომ რეზოლუციებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების გამოცდილებას უნდა გადახედონ თუ როგორ ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს რეზოლუციების მიღება. ეს იყო ის გზავნილი, რომელიც ჰქონდა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ოპოზიციის მიმართ. არის თუ არა თქვენი აზრით ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმი? ეს გადაწყვეტილება მიიღო განცხადება არაერთმა პარლამენტმა დასავლეთში და ევროპარლამენტი ნოემბრის სესიაზე აპირებს ამ გადაწყვეტილების მიღებას. თქვენ როგორ აფასებთ ამას? ჩადენილი აქვს თუ არა რუსეთს და პუტინის რეჟიმს ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უკრაინაში და მანამდე ცხადია ჩვენს ქვეყანაში? ევროკავშირის რეზოლუციაზე რუსეთი რომ ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა და აგრეთვე მოითხოვდნენ რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებიდან ჯარის გაყვანას, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხელს არ მოაწერდა და ამ გადაწყვეტილებას ახსნიდნენ იმ მიზეზით. დამატებით პუნქტში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად იხსენიებოდა. ცხადია, ეს არ შეიძლება ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი, პირადად თქვენ მიგაჩნიათ თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად. ეთანხმებით თუ არა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომ რუსეთი არის ტერორისტული რეჟიმი. აი კონკრეტულად ამ ნაწილს ეთანხმებით თუ არა, ეს ერთი. და მეორე, როდესაც ამავე რეზოლუციაში პრეზიდენტ სააკაშვილი აისახა როგორც და ჩაიწერა როგორც პოლიტპატიმარი. ვისი პასუხისმგებლობა არის ეს? ანუ ფაქტობრივად ვინ საერთოდ ოცნების სიტყვას რაიმე ფასი გააჩნია თუ არა კიდევ ჩვენს პარტნიორებში, ჩვენს მეგობრებში? რეზოლუციაზე მეკითხებოდით, რა ვიცი, ჯობია რეზოლუციებთან მიმართებაში თქვენ პოლიტიკურ პარტიაში მოიკითხოთ რა მიდგომები იყო მაშინ. ჩვენ კიდევ ამბობ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის ზოგადად, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან, ჩვენ პარტნიორებთან ერთად იყოს ჩვენი პოზიცია მობილიზებული და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება მომავალშიც კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ მივმართეთ ჰააგის სასამართლოს, რომელიც იძიებს მათ შორის ომთან დაკავშირებულ, პირველ ომთან დაკავშირებულ დანაშაულებს და ჩვენ ველოდებით სამართლებრივ შეფასებას, ისევე როგორც სხვა ქვეყნები. ჯერჯერობით ველოდებით სამართლებრივ გადაწყვეტილებას და ველოდებით ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოლიტიკურ პოზიციას. როგორც კი იქნება ერთი და მეორე, ამის შემდეგ შეგვეძლება ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მანამდე ნებისმიერი ასეთი კითხვა ჩვენი მხრიდან შეფასდება როგორც პროვოკაციული, მძიმედ პროვოკაციული გამომდინარე სენსიტიურობიდან. დღეს რა თქმა უნდა მთავარი თემა საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო ევროკავშირის მხრიდან სტატუსი, რას ეტაპზეა ქვეყანა, როგორ სრულდება ის რეკომენდაციები, 12 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ ევროკომისიის წინაშე გვაქვს შესასრულებელი. ამასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დაისვა, ასევე დღეს განმარტებები მოითხოვეს და პირდაპირ მიმართა დღეს ოპოზიციამ ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ დაეგმო ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ ქართული ოცნებიდან ეგრეთ წოდებული ფორმალურად წასულები, განდგომილები, რაზეც ილია დარჩიაშვილმა, რა თქმა უნდა, ღია განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ემიჯნება ფორმალურად წასულების განცხადებებს, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს ისინი თავსასხმიან ან ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს ილია დარჩიაშვილს ხდომათა დარბაზში არ გაუკეთებია და კიდევ ერთი დღეს ოპოზიციამ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დასანქცირებაზე და ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ მოლოდინი, რომ უკრაინის შემდეგ აუცილებლად იქნება სტრატეგიული პარტნიორის სხვა ქვეყნები, ევროპის სხვა ქვეყნები, ვინც ბიძინა ივანიშვილს და მის სანათესაოს დაასანქცირებს. ბიძინა ივანიშვილს თუ პირდაპირ არა ირიბად უკვე სანქციები აქვს. აქამდე მიიყვანა მან საქმე. და თქვენ მიიყვანეთ აქამდე თქვენი აი ამ პოლიტიკით, რასაც აქ ომს და რაღაც ისროლებს აცხადებდით და თორემ რაღაცას ომი უნდა და ასე შემდეგ. დაგღუპათ იმ კაცმა თქვენ
და დაღუპულებმა დაღუპეთ ის თქვენი დათვრის სამსახურით. და სულ მალე სანქციების ობიექტები გახდებით თქვენ და თქვი ერთხელ და გავემეორებთ. ტბაზე კი არ წახვალთ კომოზე, წახვალთ ბაიკალზე. ხო, კარგად გვესმის, რომ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანების შესრულება, უსაფრთხოების, ეკონომიკური აღმავლობის, არ ვიცი, ევროპაში გაწერეს და ყველაფერი. დამოკიდებულია ჩვენს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელთა ელჩებს ვაგინებთ. დიახ, პოლიტიკურად ეს გინებაა. დამას აკეთებს უმრავლესობა და არანაირი გასული და გამოსული და გარიყული. ის ხალხი ლაპარაკობს, ჩვენ ვამბობთ ყველაფერს, რაც უმრავლესობის სხდომებზე არის ხოლმე ლაპარაკიო. თქვენ ადასტურებთ, რომ კი, ჩვენ არ გვინდა რომ ეს გარეთ გავიდესო. ეხლა მინისტრს ვეკითხები. ვინ ეუბნება ამ ხალხს იმ რაღაცებს, რომ თუნდაც ევროპას ჩვენი ომში ჩართვა უნდა ვდათ. ვინმე სოდესმე თქვენთვის, თქვენი ელჩებისთვის ასეთი რამ უთქვამს. დღეს რომ ქვეყანას არ აქვს კანდიდატის სტატუსი, 100%-ით არის ქართული ოცნების დამსახურება ჭალებში. რაც არ უნდა შევეცადოთ, ვისაც არ უნდა დავაბრალოთ, გინდა ოპოზიციას, გინდა დასავლელ პარტნიორებს და 1000 მიზეზი ვეძებოთ. ისტორიის წინაშე იცოდეთ, რომ დღეს რომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის ჭალებში თქვენი დამსახურება. და მომავალში თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, იქნება 100%-ით თქვენი დამსახურება. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს წლის ბოლომდე, მაგრამ ამ რეკომენდაციების შესრულებას თუ ახლავს ინკლუზიურობა და ყველას ჩართულობით ეს გაკეთდება, ამას ექნება განსაკუთრებული ეფექტი და კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან ყველას მინდა მოუწოდო, ვინც არ მონაწილეობს ამ პროცესში ჩაერთონ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი შეცდომებზე საუბრობდა ბატონი დავით უსუფაშვილი და ეს იქნება თქვენი შეცდომა თუ ამ პროცესში არ მიიღებთ მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6 საათის განმავლობაში იყო დღეს საკანონმდებლო ორგანოში და წარადგინა თავისი წლიური მოხსენება, ის პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა. დიდი მადლობა, ეს ნინო სამყურაშვილი იყო. თავარში ახლა რეკლამის დროა, პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.